ვერ გისმენთ. მაშინ როცა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის გამყარებაზე მიმდინარეობს, მიუხედავად პერიოდული დაძაბულობისა, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები აღმოჩნდნენ გადამწყვეტ მომენტში. წლების განმავლობაში ისრაელი რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორად მიიჩნეოდა. თუმცა ახლა სპარსეთის ყურეში სულ უფრო მეტი ხმა ისმის, რომლებიც ისრაელთან გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, რათა დაუპირისპირდნენ მათთვის ახლო აღმოსავლეთში რეალურ საფრთხედ მიჩნეულ ირანს. News English-მა ისაუბრა სპარსეთის ყურის ორ ცნობილ ჟურნალისტთან, რომლებიც ისრაელს ეწვივნენ ირანთან ომის შემდეგ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი ძალები შევაერთოთ. ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს მტერი თეორია აღარ არის. საქმე უკვე მარიონეტულ ძალებთან აღარ გვაქვს. ირანმა ფაქტობრივად პირდაპირ შეუტია სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანას თავისი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, ზუსტად ისე, როგორც ისრაელსა და იორდანიას დაესხა თავს. ამიტომ მე მჯერა, რომ რეგიონის მომავალი სხვადასხვა ალიანსებსა და ურთიერთობებზეა დამოკიდებული. და ვფიქრობ, რომ ისრაელს მნიშვნელოვანი როლი ექნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც სხვა ქვეყნები აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდებიან, ამ საკითხში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იცით, მათ პოზიციებში ორმაგი სტანდარტებია. ზოგიერთი ქვეყანა საკმაოდ მამაცად ამბობს, რომ ისრაელმა ამ ომში ძალიან კარგი საქმე გააკეთა და სურს, რომ ისრაელმა გააგრძელოს. ზოგი ქვეყანა ამბობს, არა, ისრაელი გვაიძულებს, ან გვიბიძგებს ჩავერთოთ ამ ომში. ეს ნიშნავს თავს, რომ ისინი ჩვენი განადგურებას სურთ. ისინი ამას სურთ, მე ვფიქრობ, მაგრამ ამ მიზეზს არავინ უჯერებს. მაშ რატომ არ აწერენ სხვა ქვეყნები სპარსეთის ყურის რეგიონში, როგორიცაა საუდის არაბეთი, ქუვეითი, რაბეთი ქუვეითი, ნორმალიზაციის ხელშეკრულებას ისრაელთან? ევროკავშირმა პალესტინის საკითხი მიზნად გამოიყენა. ისინი არ უერთდებიან. მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს მათთვის კარგად. იმიტომ რომ რასაც ახლა ხედავთ, თუ საუდის არაბეთზე ვსაუბრობთ, მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას და 7 ოქტომბერს არ დაუშვეს. და ირანის პროქსები, როგორიცაა ჰამასი, ანგრევენ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობას. თუ საუდის არაბეთი უგულებელყოფს იმას, რაც 7 ოქტომბერს მოხდა და ისრაელთან შეთანხმებაზე წავა, ჩვენ ნახავთ, რომ ნეომის პროექტი არ გაუქმდება. საუდის არაბეთში ბევრი დიდი მეგაპროექტი არ გაუქმდება და სიტუაცია გაუარესდება, რადგან მსოფლიოს ინვესტორები ენდობიან საუდის ეკონომიკას და ისინი ჩამოვლენ საუდის არაბეთში ინვესტიციის ჩასადებად. მაგრამ რაც ეხლა ხდება, ჩვენ ხედავთ, რომ ეს უფრო პოპულიზმის სტრატეგიაა საუდის არაბეთში და ეს უარესად აისახება ეკონომიკასა და სტაბილურობაზე. მოდით გულახდილები ვეკოთ არიან. ეს პრობლემა უკვე 78 წელია გრძელდება. ეს ძალიან ღრმად არის ფესუგადგმული სპარსეთის ყურის ქვეყნებში, პალესტინის საკითხი. ის ყოველთვის დარჩება იქ. მისი წაშლა შეუძლებელია. მასზე უნდა ვისაუბროთ. ის უნდა გადაიჭრას. მე ვფიქრობ, რომ თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები ისრაელთან ერთად მიაღწევენ პროგრესს ორ სახელმწიფოს გადაწყვეტის საკითხში, რათა იპოვონ ამის გზა, დიახ იქნებიან ყურის ქვეყნები, რომლებიც ამას გააკეთებენ. ვინ გაუძღვება მათ ხალხს, რომ ისრაელი მეზობლად მიიღონ რეგიონში? მე ესე იმედი მაქვს. კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ თანინიმ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ისრაელი არის არასტაბილურობის მთავარი წყარო. მიუხედავად იმისა, რომ მის ქვეყანას და სხვა ყურის არაბულ ქვეყნებს ირანი არაერთხელ დაესხა თავს. როგორ ხსნით ამ პოზიციას? რეგიონის მთავარი სტაბილურობის წყარო სწორედ ისრაელია. და პრობლემები რეგიონში არ არის ისრაელი, არამედ ექსტრემიზმია. და ის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ექსტრემისტებს და ბარბაროს უქმედებებს, როგორიც იყო 7 ოქტომბერს, სწორედ ისინი არიან პრობლემის წყარო. განსაკუთრებით ირანი. ალ-ხამისმაც და ალ-საიდმაც გამოხატეს შეშფოთება აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გამო და გააფრთხილეს, რომ ეს მხოლოდ გააძლიერებს ირანს. პრობლემა რეგიონში ისაა, რომ ყოველთვის ზოგიერთი არაბი ლიდერი ყოველთვის პასუხისგებლობას ისრაელს აკისრებს. მაგრამ ისინი არ ეთანხმებიან, ან არ არიან გულწრფელები საკუთარ თავთან, რომ დააკვირდნენ პალესტინელების, ირანელების და ჰეზბოლას ქმედებებს. ჩვენ არ ხედავთ საფრთხეს, რომელიც ისრაელიდან მოდის ჩვენს მიწაზე ან სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
ჩვენ ყოველთვის ვიცნობთ ირანს, რომელიც გვიტევს და კვლავაც აგრძელებს ამას. და ამ შეთანხმებით ირანი კვლავ დაბრუნდება და უფრო ძლიერად დაგვესხმება თავს ვიდრე ადრე. ალ-ხამისმა და ალ-საიდმა ბოლო დღეებში ისრაელი მოინახულეს, რათა თელ-ავივში გამართულ მუნის ექსპოზე დასწრებულიყვნენ და იერუსალიმის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა ცენტრის პანელზე ესაუბრათ ირანის ომის გავლენებზე სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა და ისრაელზე. მათ შეაქეს აბრაამის შეთანხმებები, რომელიც 6 წლის წინ ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბარეინს შორის გაფორმდა. ორივე ჟურნალისტი სპარსეთის ყურიდან ამბობს, რომ რეგიონში ახალი რეალობა სავარაუდოდ დამატებით ქვეყნებს უბიძგებს ისრაელთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებისკენ, თუნდაც ეს დაუყოვნებლივ არ მოხდეს. აბრაამის შეთანხმებები რეგიონს ძალიან ლამაზ და ძლიერ გზავნეს უგზავნის. მშვიდობა არის გამოსავალი. და რეგიონი, ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, ბევრ სარგებელს იღებენ ისრაელთან ურთიერთობიდან, ტექნოლოგიების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამხედრო სფეროებში. ძალიან ვამაყობ იმ ურთიერთობებით არიელ, რომელიც ისრაელს კლავ აქვს იმ ორ ქვეყანასთან, რომლებთანაც მან ურთიერთობები დაალაგა. ერთ-ერთი მათგანი, ჩემი საყვარელი ქვეყანაა ბარეინი და რა თქმა უნდა, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ძალიან ვამაყობ იმით, სადამდე მივიდა ეს ურთიერთობები. და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მეტი ქვეყანა შეუერთდება აბრაამის შეთანხმებებს, თუ გვინდა, რომ რეგიონი უფრო სტაბილური იყოს. ისრაელი ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე ფაქტობრივად მარტო დგას, მაგრამ ხავს ძალიან ჩუმი, თანაც უხერხულ მდგომარეობაში მყოფი მხარდამჭერები. და ეს მხარდამჭერები არიან არაბულ სამყაროში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთაც. და მიზეზი, რატომაც თქვი უხერხული მხარდამჭერები, ისაა, რომ როდესაც ისრაელი ლიბანში ჰეზბოლას ამარცხებს, რომელიც რა თქმა უნდა ირანის რეჟიმის პროქსია, არაბულ სამყაროში ჩუმად ტაშს უკრავენ. მაგრამ ამავე დროს, როგორც აბდელაზიზ ალ-ხამისმა თქვა, ისინი საჯაროდ ხმამაღლა ტაშს არ დაუკრავენ. რადგან მუსლიმანურ ქვეყნებს არ უნდა ჩანდეს, თითქოს საჯაროდ ერთმანეთს ებრძვიან და ებრაელების მხარეს დგანან, როდესაც სინამდვილეში ისინი გულშემატკივრობენ და იმედოვნებენ, რომ ისრაელი გაანადგურებს მათ მთავარ მტერს, რომელიც არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. ამიტომ ისრაელს მოუწევს ჩუმად დაუკავშირდეს თავის არაბ მეზობლებს და ჩემი შეფასებით, ისინი ჩუმად მიესალმებიან ისრაელს. ამიტომ, როცა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები გადახედავენ ირანის მიმართ 10 წლეულების განმავლობაში დათმობის პოლიტიკას და ისრაელისგან თავის არიდებას, ძალიან შესაძლებელია, რომ ისრაელი აღმოჩნდეს პარტნიორობაში ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც აქამდე ძირითადად თავს არიდებდნენ ებრაულ სახელმწიფოსთან კავშირს. ეხლა ყველაფერი ისრაელზეა დამოკიდებული. გადაწყვეტს თუ არა ის ამ ისტორიული მომენტის გამოყენებას. თუ კიდევ ერთხელ მისცემს ირანს უფლებას განსაზღვროს ურთიერთობების სწრაფად ცვალებად ახლო აღმოსავლეთში.